ღაზის სექტორის მოსაზღვრე ეგვიპტის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით ოფიციალური პირები და სააგენტოები მზად არიან ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ასობით სატვირთო მანქანა რაფაჰის გავლით ღაზაში გაგზავნონ, როცა ისრაელი ხელახლა გახსნის გადასასვლელს. ჩრდილოეთ სინის გუბერნატორმა ხალედ მეგავერმა განაცხადა, რომ საზღვარზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლობა ეგვიპტის სახელმწიფოსგან ინსტრუქციებს ელოდება. არა მხოლოდ 100%-ით, არამედ 1000%-ით მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენ ვიმოქმედებთ ეგვიპტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი ინსტრუქციის მიხედვით. ორშაბათს ისრაელმა დაღუპული მძევლების ხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებული დავის ფონზე ჰუმანიტარული დახმარებისთვის გახსნილი რაფაჰის გადასასვლელი კვლავ ჩაკეტა. ცარიელი სატვირთო მანქანები უფრო გრძელი გზით ღაზისა და ისრაელს შორის მდებარე ქერემ შალომის საკონტროლო პუნქტის გავლით ბრუნდებოდნენ უკან. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ყურადღება მხოლოდ დახმარების გაზრდასა და დაშავებულების მიღებაზე არ იქნება გადატანილი. ჩვენ გსურს მივაღწიოთ შარმ ელ-შეიხის კონფერენციაზე დასახულ მიზანს, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის აღდგენას უკავშირდება. ეს კი შეუძლებელია ღაზის რეკონსტრუქციისა და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების გარეშე. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადეს, რომ ოთხშაბათს დილით რაფაჰიდან ქერემ შალომის მიმართულებით სატვირთო მანქანების კოლონა გავიდა. ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარის ცნობით დაახლოებით 400 სატვირთო მანქანას, 5700 ტონა საკვები და ფქვილი, 1400 ტონა სამედიცინო მარაგი და დაახლოებით 2500 ტონა საწვავი გადაჰქონდა. სამშაბათს ღაზაში ისრაელის თავდაცვის ორგანომ, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების გაცემას ზედამხედველობს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს აცნობა, რომ ღაზაში შეთანხმებით გათვალისწინებული 600 სატვირთოს ნაცვლად მხოლოდ ნაწილს შეუშვებს. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი სატვირთო მანქანა შევა 16 სექტემბერს ღაზის სექტორში.